ჩვენ ახლა საუბრობდით რაღაც საქართველოში დიქტატურა გამოვა თუ არა და მართლა არ ვიცი ამაზე მე არანაირი პროგნოზი არ მაქვს და არც გავაკეთებ უბრალოდ რაც უკვე გამოვიდა და რაც ჩემთვის ძალიან სამწუხაროა და ტრაგიკული მინდა რომ იმაზე ვილაპარაკო რა ყველა ღმერთმა დიდხანს გვაცოცხლოთ და ზეცას არავინ არ გამოვეკიდებით და ადამიანის გარდაცვალება რო ყველაზე დიდი ტრაგედია გგონია გვასწავლა ჩვენ ვინც კი ვინმე პატივსაცემი ფილოსოფოსი ყავდა თუ მეცნიერი და ასე შემდეგ რომ ადამიანის მორალურად გარდაცვალება არის გაცილებით დიდი ტრაგედია. ეხლა მე მინდა ღია ტექსტით ვილაპარაკო ისეთ რაღაცაზე, რასაც ხშირად ვერიდებით ხოლმე ლაპარაკს და აი ქალბატონი თქვენ განსაკუთრებით პირიქით პატივისცემით ვამბობ, გახასიათებთ რომ კოლეგიალობის ისეთ მაღალ სტანდარტს იცავთ ხოლმე თქვენ რომ ჩვენი რეალობიდან გამომდინარე ცოტა უცნაური ჩანს, მაგრამ მე ავიღებ რა მოდი ჩემ თავზე. 3 დღეში და ეს რო აბაიბურებენ რომ აუ 2 კვირი ჩასვეს დიდი ამბავიო ის ციხეში ყოფნის დღეები არ არის მათ თავარი. თავარი არის 3 დღეში თუ არ ვცდები მოდის არა კალდუნ გასვა 26 3 დღეში მოდის გიორგი სანაიას გარდაცვალების წლისთავი. და ყველაზე ტრაგიკული ვთქვათ ჩემი თაობის თქვენ ახლა უფრო თაობის ჟურნალისტები ხართ ჩემი თაობის ადამიანები ჩემი თაობის ბავშვები მაშინ ვინც ბავშვები ვიყავით უმრავლესობას რო კითხო რატო გახდი ჟურნალისტი და ვის მაგალითად და ვინ გახსოვს შენი ბავშვობიდანო გეტყვის მათ შორის გიორგი სანაიას და მეორე ვინც გაახსენდება იქნება ალბათ ნათია ლაზაშვილი. მე ძალიან გული მწყდება და არ მიყვარს ხოლმე ესე პერსონალიებზე ლაპარაკი და გუშინ კითხვა ისმეოდა ბევრი სოციალურ ქსელში ამ მანიუს მაინც როგორ წაიკითხავს იქნება აირიდოსო და წაიკითხა რომელია ირონიულად წაიკითხა რომ სტრასბურგში გაასაჭიროსო და იქაც კაიჩიც დაიჭერსო აი ამ კონტექსტში წაიკითხა წარმოგიდგენთ და რა უნდა გააკეთოს ეხა 3 დღეში წავა და ყვავილებს აიტანს ნეტა გიორგი სანაიას აფლავს აი მაინტერესებს მართლა აი ამას როცა ამას ემსახურება ხო შეგიძლია ის მაინც გააკეთო რომ მოდი რა მაგნიუს ჩემ გადაცემაში არ გავიტან იმიტომ რომ იმიტომ ხო შეუძლია ამის გაკეთება ეს არის მორალური დეგრადაცია ეს ერთი ადამიანის მაგალითზე ვამბობ თორე მთელი საზოგადოება ვინც უკვე აქამდე არ მიუყვანია ქართულ ოცნებას აქეთკენ მიყავს რომ აღარ არსებობდეს არანაირი მეზობლობა აღარ არსებობდეს მობა აღარ არსებობდეს და არსებობდეს როგორც საბჭოთა კავშირის დროს იყო და ესეთ დონეზე ალბათ მაშინაც არ იყო ხა მე არ მოვწრები ვარ მაშინ რომ პარტია და რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი ეხლა ამ მორალურ გაუკუღმართების მეორე მხარე არის კიდე არათანმიმდევრულობა რაც ძალიან მაბრაზებს მე ეხლა რომ ამბობენ რომ ეს ვახოსანაიას გაშოვება რომ იცი რომ უზდელური რაღაცეები თქვაო ხო აგერ მოყვები მაგალითს Facebook-ზეც მიდევს წინა დიდი აქციის დროს ეს სიტყვები პირდაპირ აქციის დროს ჩაწერილი მაქვს დადებული მითხრა პოზიტივის ჟურნალისტმა მე და რომ მეგონა რომ ამას უარყოფდნენ იქნება კარგად არის მის და უარყოფთ იცით რა გააკეთა პოზიტივი ამოჭრეს ეს და დადეს რომ ეს ნახეთ რა უთხრაო ღირსი იყო ეხ დღემდე უდევს ეს პოზიტივის იგივე სიტყვები წარმოიდგინეთ და აქეთ მხარეს როცა შენ სარკასტულად ამბობ მით უმეტეს იმ სივრცეში სადაც არც გადაცემაში არის ეს ხო რა თქმა უნდა არც ბავშვები რო არ უნდა იყვნენ წესით Facebook-ზე და ასე შემდეგ ხო იმ სივრცეში თურმე ეს ყოფილა ესა რაღაცა დანაშაული და იურიდიული სახე მისცეს ამას კი ვიზე ამბობ ხო კი მაგაზეც გადავა ეხლა მეორე პრობლემა რა არის მინდა იმ თემასაც შევეხო რა ეს ძალადობის ქრონიკა რო არის გამოცხადებული და თქვენ ეთერშიც გავაჟღერო იმიტომ რომ რამდენი ვიდეო ჩავწერე რამდენი ეთერში ვთქვი ამაზე არიან გასუსულები რა შობს ძალადობას რამდენიმე თვის წინ აეროპორტთან დახვდნენ გიორგი ახობაძეს და სცემეს კასტეტებით ტაქსი გააჩერეს პოლიციელები ვართო სცემეს კასტეტებით და ამას რა განვითარება მოყვა ეგონათ რომ გიორგი არ ითანამშრომლებდა იტყოდა და მე იტყოდნენ რომ აი არ ითანამშრომლება ვერ დავიჭირეთო ბოლომდე მიყვა ადვოკატით მივიდა ყველაფერი ამოღებული აეროპორტის კამერებზე ხო ვერ იტყოდნენ რომ არ მუშაობდაო სახეები ამოიღეს და რა გააკეთეს იცი ეს სახეები გადიდებული კაი ხარისხით დაუდეს გიორგის რომ აი ესენი იყვნენო არ დაიჭირეს და გიორგის უთხრეს რომ ესენი იყვნენ ხვდებით რას გეგმავდნენ და რას უმიზნებდნენ რომ დღემდე რამდენიმე თვეა ხო რომ გიორგის თვითონ რაღაცა ექნა მე ცალკე ვეუბნებოდი რომ იმედი რამე მსგავს არ ფიქრობ თქო და შეიძლება ეგ ესროლო მე და თქვა რომ აი თავდაცვის გამო გააკეთა აი ესეთ რამეს აკეთებენ ესე აპირისპირებენ ადამიანებს მამუკა მდინარაძე რომ დანიშნეს რაღაცა რა ქვია ოფიციალურად მაკოორდინირებელი ძალოვანი უწყებების თუ ასე შემდეგ რამდენ ეთერში გავაჟღერეთ თქვენ ამ ეთერსაც ხო უყურებენ ეს ადამიანები დღესაც ამ კასტეტებით და რაღაც ცივი თუ ვინც იცის ცხელი იარაღებით შეერაღებული დადიან ქუჩაში და ვიღაცა რო არ მოეწონებათ რას მოსწევენ კაცმა არ იცის მაგრამ რატო ვერ იჭერენ იცი ჩვენ როგორც გვაქვს ინფორმაცია ესენი არიან ბერას საძმაკაცოს ახლობლები და ვერ იჭერენ ასეთივე არ იჭერენ რა ხო ასეთივე შემთხვევა იყო პოლიციელებსაც მინდა პოლიციელების გასაგონად თქვა რა რამდენიმე თვით ყელში დანა რო დაარტყა პოლიციას ვიღაცა ასევე შემცდარმა ადამიანმა და მე გაირკვა რომ წინა დღეს აქციაზე იყო მოსული და აქციის მონაწილეებს აგინებდა ეს ტიპი
და გააცილეს, იმიტომ რომ ავიც აქციის მონაწილეებს რო აგინებ და ჩვენიანიაო ეხა იფიქრეს. და იმან კინაღა მეორე დღე შემთხვევით გადარჩა ის პოლიციელი რო არ შემოაკვდა. ყელში დანა დაარტყა. ეს მოხდა იმიტომ რომ წინა დღეს როცა დასაჭერი იყო და როცა პანღური ქონდა ამოსარტყმელი ეგეთ ადამიანს, აი თუ ვინმეს უნდა ამოარტყას პოლიციამ პანღური, აი ეგეთ შეიარაღებულ ტიპს, რომელიც უდანაშაულ ადამიანებს ეწევს, იმის მაგივრად დასდევენ, ისა პირბადე ვის უკეთია და შენ ჩაბერე დავიჩხეიძეს გაეკიდენ ოჯახთან ერთად ისა ნარკოლოგიურში უნდა წაგიყვანოთ. ეგეთ რაღაცებს აკეთებენ და ამ ქვეყანაში ვერავინ ვერ იქნება დაცული, ვერავინ გამორიცხულია. ამ ქვეყანაში არ არიან დაცული ქართული ოცნების წევრების თვითონ და მორალური დეგრადაციის საბოლოო წერტილი იცით რა არის? წარმოიდგინეთ, აი ხა, ვინც ამ ეთერს უყურებთ, წარმოიდგინეთ თქვენ თავებზე, რომ შემოგივარდნენ სახში, დაგიჭირონ. აი ეს არის ბოლო წერტილი დეგრადაციის რა, დაგიჭირონ, დაგაკავონ და თქვენი მეუღლე Facebook-ზე იმ ადამიანის cover ფოტოებს რო აქვეყნებდეს, ვინც თქვენ დაგაკავათ. უკაცრავად გვაქვს ეგეთი. ხო, მაგას ვამბობ. ღარიბაშვილის ამბავი. აი ეს არის მორალური მე შემებრალა. დედას ვიცავარ მე იმის მიუხედავად რომ უარყოფითი დამოკიდებულება მაქვს. ეს არის გული მოგიკვდება ადამიანს. ამის იქით აღარ არსებობს დეგრადირება უკვე. აი აქეთ მიყავს ქვეყანა. შემაძრწუნებელია. ეგ ამბავი არის ჩემთვის ძალიან შემაძრწუნებელი. კაცი ციხეშია. მილიონები ამოუღეს სახლიდან თუ არ ამოუღეს. მოუსპეს რეპუტაცია საბოლოო. წევრები მადლობას უხდიან ბიძინა ივანიშვილს და მადლობიაო სტატუსებს უწერენ იმისთვის მადლობა რომ ციხეში გაუშვა აი ეს მართლა ხო გული მოუგოდ იმაზე ფიქრობენ ინგა შენ კიდე ანუ არა მე მესმის ლიკა მაგრამ აი როდესაც ეხლა აქცენტს აკეთებს თორნიკე უბრალოდ ეს არის ადამიანური ტრაგედია ნიშნის მოგებით მართლა ტრაგედია ნამდვილად სრული დეგრადაცია რომ ჩება ცოლმა ვის დამიჭირა იმის ფოტოები პოსტობს Facebook-ზე არ ვიცი აბის მეტი რა უნდა გადაარჩინოს ასე ფიქრობს მინდა მე და ან ის რა თმინდა ეგეთი ცხოვრება საერთოდ